მოგესალმებით ბათუმელობის პირდაპირ ეთერში ჩვენ ბათუმში ვართ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სადაც ისევ განიხილება მზია ამაღლობელის საქმე ამჯერად ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ამ საქმის განხილვა ეს 2 საათი არის ჩანიშნული სასამართლოს ხდომა როგორც არის ცნობილი მზია ამაღლობელი დაესწრება დღევანდელ სასამართლოს ხდომას მოპასუხე არის შინაგან საქმეთა სამინისტრო სადაც გააყალბეს ეს ოქმები, როგორც თქვენთვის არის ცნობილი მზია ამაღლობელის დაკავებას გულისხმობ, ანუ შემთხვევაში მზია ამაღლობელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის, საჭირის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე გააკრა სტიკერი, წარწერით იფიცება საქართველოს და სწორედ ამ წარწერის გამო დააკავეს მზია ამაღლობელი შენობის იერსახის დამახინჯებისთვის 151 მუხლი, მაგრამ ეს მუხლი საერთოდ არ თვალისწინებს პირის დაკავებას, ანუ არც ერთ პოლიციელს არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება შენობის იერსახის დამახინჯებისთვის, თუმცა მაინც დააკავეს მზია ამაღლობელი, სწორედ ამის შემდეგ მათ გააყალბეს ოქმი და თქვენს რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არა იერსახის დამახინჯებისთვის, არამედ დააკავეს თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფისთვის 173 მუხლის მიხედვით. სწორედ ეს გაყალბებული ოქმები და ადმინისტრაციული საქმე გახდა ამის შემდეგ საფუძველი იმის რომ მზია ამაღლობელი დაეტოვებინათ წინასწარ პატიმრობაში და სრულად იმ პერიოდში ვიდრე გამოიტანდა საბოლოო განაჩენს მოსამართლე ნინო სახელაშვილი ის დატოვეს წინასწარ პატიმრობაში და სწორედ ის ეყრდნობოდა ადმინისტრაციული საქმის მასალებს, რომ ვიდრე სილას გაეწევდა პოლიციელს, ასეთი იყო პროკურატურის ვერსია, მანამდე იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და სწორედ ამიტომ უნდა ყოფილიყო მზია ამაღლობელი პატიმრობაში. დღეს კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში განიხილავს სასამართლო ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას, არა სამართალდარღვევას, არამედ თავად დაკავება იყო თუ არა კანონიერი. საგულისხმო სწორედ ისაა, რომ ეს საქმე თავიდანვე მოხდა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძესთან რამდენიმე თვის წინ იანვარში, მაგრამ მაშინ მოსამართლემ უარი თქვა საერთოდ ამ საქმის განხილვაზე, მან თქვა რომ ვიდრე სამართალდარღვევა დადასტურდა ცალკე აღარ განიხილავს სასამართლო დაკავების კანონიერებას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს საქმე უკან დააბრუნა და დაავალა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს, რომ მას განეხილა ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ახლა იძულებულია რომ განიხილოს მზია ამაღლობელის საქმე ხელახლა და განიხილოს ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაკავება რამდენად კანონიერი იყო. ეს ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლო შესაძლებელია, საიდანაც შეჰყავთ ხოლმე პატიმრები, აქ ელოდებიან მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, ახლობლები, მოქალაქეები, ჟურნალისტები, კოლეგები, ელოდებიან თავად მზია ამაღლობელის გამოჩენა, შეჯერებით არ გამოჩენილა პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელზეც უნდა შემოიყვანონ მზია ამაღლობელი. დაახლოებით 15 წუთში უნდა დაიწყოს ამ საქმის განხილვა, დღეს 2 საათია ჩანიშნული სასამართლოს ხდომა. და სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან ელოდებიან ახლა მოქალაქეები და ჟურნალისტები მზია ამაღლობელის გამოჩენა, სწორედ აქედან შეიყვანებენ მზია ამაღლობელს საქალაქო სასამართლოს შენობაში, სადაც გასულ წელს თქვენ გახსოვთ რომ განიხილებოდა ერთ-ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც იყო მზია ამაღლობელის საქმე, მან სახაროვის პრემია მიიღო, ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, რომელსაც დასტურდება ამ საქმის ნიშნულობა და ის რომ პოლიტიკური პატიმარი იყო და პოლიტიკური პატიმარია მზია ამაღლობელი, ის უკვე წელიწადი და 4 თვე არჩება პატიმრობაში, მას 2 წელი თავისუფლების აკვეთა შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ახლა უკვე მის საქმეს განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო. სამი საქმე უკვე აქვს მიღებული წარმოებაში სტრასბურგის სასამართლოს, ხოლო მეოთხე საქმე არის გზაში, ასეთია ამ დროისთვის მოცემული. მოდი გავესაუბრები აქ შეკრებილ მოქალაქეებს. მოდი ზვიად ქორიძით დავიწყოთ. მოგესალმებით ბატონო ზვიად, მინდა რომ გაგესაუბროთ. რას ნიშნავს ეს ამბავი თქვენთვის, რომ კიდევ ერთხელ განიხილავს და საგულისხმო სწორედ ისა, რომ ამ მოსამართლემ თავის დროზე უარი თქვა
განხილვა განეხილა სწორედ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მას დაავალეს ამ საქმის განხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იცოდეს ყველა დაინტერესებულმა და დაუინტერესებელმა ადამიანმაც, რომ აი დღევანდელი პროცესი წარმოაჩენს როგორ დაიწყო მზიას საქმის გაყალბება თავიდანვე, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე თავარი ქვაკუთხედი გაყალბების ამ საქმეში, როგორ შეთხზეს, როგორ მოიგონეს თემა, რომ მზია ადმინისტრაციული წესით დაეკავებინათ. აი ეს საქმე არის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკან დაუბრუნა ბათუმის სასამართლოს ეს საქმე და უთხრა, რომ კეთილი ინებე და განეხილე, იმიტომ რომ არაფერი მან დარწერია და ფაქტია, რომ დღეს მოსამართლეს მოუწევს იმაზე მსჯელობა, რაც უპირობოდ აღიარა სისხლის სამართლის საქმემ და იქ მტკიცებულებადაც იყო განხილული და ყველა ძალიან კარგად დაინახავს, რომ არანაირი შეურაცხყოფა, არანაირი წინააღმდეგობა მზიას მხრიდან არ ყოფილა და მზია ადმინისტრაციული წესით უკანონოდ დააკავეს და მერე იმის გამო, რომ გაემართლებინა თავისი უკანონობა, პოლიციამ დაიწყო გაყალბება და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, როგორ ერთად მოვლენ გამყალბებლები აი ამ სასამართლო დარბაზში და დაიწყებენ მტკიცებას, რომ მათ მტკიცებულებები აქვს, მათ არ აქვს მტკიცებულებები, მათ აქვს გაყალბებული ადმინისტრაციული საქმე. მადლობა, ეს ზვიად ქორიძე იყო ჟურნალისტი, თქვენ მას უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ელოდებიან მოქალაქეები, ჟურნალისტები, ოჯახის წევრები მზია მაღლობელის გამოჩენას. მზია მაღლობელი უნდა მოიყვანოს პენიტენციურმა სამსახურმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2 საათზე უნდა დაიწყოს ამ საქმის განხილვა. ამ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას. სწორედ ამ საქმის განხილვა შედგება დღეს 2 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ მზია მაღლობელის შემთხვევაში არაერთი შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ გაყალბებულია ეს საქმე, მაგალითად მზია მაღლობელი დააკავეს 150 მუხლით, იმდა შემდეგ ჩაწერეს ოქმში, რომ ის დააკავეს არა 150 მუხლით, არამედ 173 მუხლით, ანუ თითქოს ის აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს. მაშინ როცა მსგავსი ფაქტი აწარმოუდგენია შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყლოდ გადაღებულ ვიდეო კადრებში ასევე ნათლად ჩანს, რომ მზია მაღლობელი არანაირ შეურაცხყოფას არ აყენებს პოლიციელებს. საუბარია სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე, როცა მზია მაღლობელმა პროტესტის ნიშნად სტიკერი იფიცება საქართველოს გააკრა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ღობეზე და მას ამის აბსოლუტური უფლება ჰქონდა. ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. და სწორედ ამის გამო დაასაჯეს მზია მაღლობელი, შესაძლოა ორჯერ გაასამართლეს ამ სტიკერის გაკვრის გამო, პირველად გაასამართლეს იმ კუთხით, რომ ის აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს, ხოლო მეორედ გაასამართლეს იმის გამო, რომ მას შეუდგენეს ხელახლა ოქმი 151 მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს შენობის იერსახის შეცვლას. აქ საგულისხმოა ერთ ის ამბავია, რომ საკუთარ ვერსიებში და სიცრუეში მეტად აიხლარდნენ პოლიციელები და მათ შორის გრიგოლ ბესელია, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსია, იმ პერიოდში იყო ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, როცა მზია მაღლობელი დააკავეს, რომ გრიგოლ ბესელიამ ერთ-ერთ პროცესზე გრიგოლ ბესელიამ განაცხადა, რომ მზია მაღლობელი დააკავეს თითქოს 151 მუხლით და 151 მუხლით არსებობდა შედგენილი ოქმი, მაგრამ მსგავსი ოქმი იმ პერიოდში, როცა გრიგოლ ბესელიამ ისაუბრა სხდომაზე, არ არსებობდა. მოიყვანეს მზია მაღლობელი ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, ეს არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანა. თავისუფლება მზიას! ჩვენ გესმით შეძახილები თავისუფლება მზიას. ამ შეძახილებით ხვდებიან მზია მაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. გესმით შეძახილები მზიას გაუმარჯოს, თავისუფლება მზიას. ეს ჟურნალისტი გელამ თიულიშვილია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. ის დღეს ესწრება. ის დღეს ესწრება ასევე მზია მაღლობელის საქმის განხილვას. მოქალაქეები
ჩქარობენ რომ შევიდნენ სხდომათა დარბაზში, რადგანაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს სიამაყობელის საქმის განხილვა. მოქალაქეები შედიან ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომათა დარბაზში, მათ შორის ხედავთ პოლიტიკოსებს. მოდი მოვისმინოთ ნანა კვაჭაძეს, ბათუმელების რედაქტორს. დაუბრუნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. არ ვიცით რა მოხდება დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე მიდის წინასწარ დაწერილი სცენარით და რაღაც სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც ჯიუტად ვიტოვებ იმედს, რომ იქნება ერთხელაც ერთმა მოსამართლემ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ზეას ადმინისტრაციული დაკავების საქმე იმდენად აბსურდულია და იმდენად არის დაკავშირებული მისი სისხლის სამართლის საქმესთან, რომ არ ვიცი, ჩვენ რომ სამართლიანი სასამართლო გქონდეს ამ ქვეყანაში და არა ის ცირკი რაც გვაქვს, ყველაფერი ისე არ იქნებოდა, როგორც არის და სინდისის პატიმრები არ გვეყოლებოდა ქვეყანაში, მაგრამ გვყავს სამწუხაროდ. ასე რომ ძალიან რთულია რაღაც პოზიტიურ მოლოდინზე ვისაუბროთ, მაგრამ ზიას დანახვა მინიმუმ ძალიან გვახარებს ყველას. ეს დანა კვაჭაძეა, ბათუმელების რედაქტორი. თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოქალაქეები როგორც ხედავთ შედიან ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჟურნალისტებს როგორც იცით შეზღუდული გვაქვს უფლება, რომ გავაშუქოთ ეს პროცესები სრულფასოვნად, ანუ გადავიღოთ ან ფოტო, ან ვიდეო, ხმის ჩაწერის უფლებაც კი არის შეზღუდული და დახურულია სასამართლოს კარი სრულად ჟურნალისტებისთვის, მათ ამის ჩვენ ამის საშუალება აღარ გვაქვს როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ასევე ნებისმიერ სასამართლოში. მოდით ეთერ თურადეს მოусმინოთ, რომელიც ბათუმელების მთავარ რედაქტორია, ის აკეთებს კომენტარს მედიისთვის. ამის საქმის განხილვაზე ამ დღეს უნდა განხილოს ზიანაღლებელის დაკავების კანონიერების საკითხი ადმინისტრაციულზე. მარიამ ტერესელიძე, რომელიც გააკალდა ზიანაღლებელის საქმე, ისევ არის ამაში ჩართული და სავარაუდოდ იგივე მოთხოვნები და მიარჩევდა შეიძლება ამერეუდება ქართულ სასამართლოში, რომელშიც სამწუხაროდ მდგომარე ყველაფერი პოლიტიკური მითების გზით მიდის და ამ შემთხვევაშიც არაფერი სასიკეთის აღებებელი მიზეზისაა. რა მნიშვნელობა შეიძინა მზიამაღლობელი საქმემ დღეს არამარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ ქვეყნისთვის? სამწუხაროდ მზიამაღლობელის საქმე მაჩვენა მრავალი ხრივი დარღვევა, არ არსებობს ქვეყანაში ადამიანის ადამიანის უფლების დაცვის არც ერთი მიმართულება არ ფუნქციონირებს. ესაც ჩვენა სამწუხაროდ როგორც ქვეყნის შიგნით დაინახა ეს საზოგადოების ძალიან დიდი მონაწილეობა, ვისაც ამის დანახვა შესაძლოა ბრმა არ არის ამის აღსაქმნელად და ასე დაინახა ეს საერთაშორისო საზოგადოებაც დაინახეს ბრიუსელში, რომელიც ასე არ უყვართ მართული პოლიტიკურ სპექტრს, დაინახეს ვაშინგტონში, დაინახეს ყველგან, გარდა ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირობისა, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ საქართველოს რაღაცა ჩეხში დატოვონ და ასეთი საქმეები არის საკმაოდ აჩვენებს ერთი მხრივ ადამიანების პერსონალურ თავდადებას და მეორე მხრივ ქვეყნის სამართლებრივ მდგომარეობას. მადლობა, ეს ეთერ თურაძე იყო, გამოცემა ბათუმელების მთავარ რედაქტორი. თქვენ მოსუსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, როცა განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო მზიამაღლობელის საქმეს, ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს ბოლო პერიოდში და შეიძლება თქვა სიმბოლურ საქმეს თანამედროვე საქართველოში. ეს ლევან გურგელაძეა. როგორც წინაშე თუმცა ერთი მარტივი ჭეშმარიტება გამოვლინდა ამ პროცესებში, ხო? ყავს პოლიტპატიმრები, რომლებსაც აქვს მხარდაჭერა, უხედავთ ამას სოციალურ ქსელებში, ასე აქციებზე დაანონსებულზე თუ ასე შემდეგ და ყავს პატიმრები, რომლებიც თავის დროზე წარმოადგენდნენ
ქართულ ოცნებას, შემდეგ ქართულმა ოცნებამ გაწირა ისინი და დღეს ისინი საფრთხეში არიან და ხედავთ, რომ არანაირი ემპათია მათ მიმართ არ არსებობს. სად არის ჭეშმარიტება, აქედან გამომდინარე შეგვიძლია მარტივად გამოვავლინოთ, ხო? არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ხვდება, სად არის თეთრი და სად არის შავი, ვისკენა ასამართლე და ვისკენა უსამართლობა. ამიტომ რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება, მზიაც, ყველა პოლიტპატიმარი თავისუფლებაზე უნდა იყოს და ამისთვის ჩვენ მათ შორის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ბრძოლა არ უნდა შეუწყვილოთ. მადლობა, ეს ლევან გურგელაძე იყო პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი. სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებიც ჩნდებიან, გარდა იმისა, რომ არიან ოჯახის წევრები, ახლობლები, ჟურნალისტები, ისინი ცდილობენ, რომ დაესწრონ მზიამაღლობელი საქმეს, ესწრებიან ამ საქმეს სოლიდარობის ნიშნად. მე შეგეხსენებთ, რომ დღეს ამ შემთხვევაში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს მხოლოდ გამარჯობა. მზიამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას ამ შემთხვევაში არ განიხილება სისხლისამართლის საქმე, ან ასევე არ განიხილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა, განიხილება ადმინისტრაციული დაკავების კანონიერებას, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად კანონიერად დააკავეს, ანუ ეს ზომა თვითონ სამართალდარღვევის შემთხვევაში რამდენად მართებულად და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე აქვე გეტყვით, რომ თავის დროზე სარჩელი მოამზადეს მზიამაღლობელის ადვოკატები და მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასეთი ამ შემთხვევაში პროცედურა, რომ საქმე შედის არა სასამართლოში, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რადგან ის ითვლება ზემდგომ ორგანოდ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, რომელმაც დააკავა მზიამაღლობელი და გააყალბა საქმის მასალები, თუმცა გამარჯობა. თუმცა თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ განიხილა ეს საქმე თითქმის მთელი წლის განმავლობაში, მხოლოდ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თქვა, რომ ის არ ეკმაყოფილებს საჩივარს დაკავების კანონიერებაზე და ამის შემდეგ შევიდა საქმე სასამართლოში იანვარში, თუმცა იანვარში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ უარი თქვა ამ სარჩელის განხილვაზე და თქვა, რომ ვინაიდან სამართალდარღვევად არის უკვე ცნობილი მზიამაღლობელი, ამიტომაც ცალკე არ უნდა განიხილოს დაკავების კანონიერება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს საქმე დაუბრუნდა უკან მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს და ეხლა უკვე მოსამართლე არის ფაქტობრივად იძულებული, რომ განიხილოს მან ეს საქმე მზიამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება. მნიშვნელოვანია თავად ამ საქმეზე თუ კი დადგინდება ის, რომ უკანონოდ იყო დაკავებული მზიამაღლობელი, რადგანაც თუ კი ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ასევე უკანონოდ იყო მზიამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში ყოფნაც მთელი 9 თვის განმავლობაში, იმ პერიოდში, როცა მზიამაღლობელი საქმეს განიხილავდა ბათუმის საქალაქო სასამართლო გამოვიდა განაჩენი ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე არაერთი სამართლებრივი გარემოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ კი დადგინდება, რომ მზიამაღლობელი თავის დროზე უკანონოდ დააკავეს. მე შეგახსენებთ, რომ არაერთი ნაწილში იყო გაყალბებული მზიამაღლობელის საქმე, მათ შორის ადმინისტრაციული საქმე, რადგანაც ჩვენ ნახეთ კადრებში და ალბათ თქვენ გინახავთ კადრები, ან შეგიძლიათ ნახოთ YouTube გვერდზე, თქვენ ბათუმელების გვერდზე, როგორ დააკავეს მზიამაღლობელს, უწყვეტი ვიდეო კადრებია, რაც ჩანს, რომ მზიამაღლობელს მაგალითად აკავებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი გრიგოლ ბესელია, გულისხმობ ადმინისტრაციულ დაკავებას, სტიკერის გაყვის გამო დააკავეს მზიამაღლობელი, თუმცა ოქმებში წერია, რომ მზია დააკავა თქოს არა გრიგოლ ბესელია, მაგრამ დააკავა გოჩავანაძემ. ასევე მზიამაღლობელი დააკავეს 150 მუხლით, მაგრამ პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია დააკავეს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო. მაშინ როცა მსგავსი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოს, ასევე საგულისხმოა ისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ გებუაძის განმარტება, რომ 150 მუხლი დავაკავეთო, შემდეგ ოქში ჩაიწერა 173 მუხლი დავაკავეთო, ანუ დააკავეს თითქოს არა შენობაზე გაკრული სტიკერის გამო, არამედ იმის გამო, რომ ის აყენებდა პოლიციელებს შეურაცხყოფა. შემდეგ იმდენად დაირღვნენ პოლიციელები ამ გაყალბებულ ოქმებში და გაყალბებულ სრუჩვენებებში, რომ თავად სასამართლო სხდომაზე გრიგოლ ბესელიამ ასევე თქვა, რომ 150 მუხლზეც არის შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, მაგრამ ამ დროისთვის არანაირი მსგავსი ოქმი შედგენილი არ იყო. ამის შემდეგ შედგა 150 მუხლზეც ოქმი, ანუ რამდენიმე თვის შემდეგ
და მოკლედ ორჯერ გაასამართლეს ერთადერთი ქმედების გამო მზიამაყლობელი. ამ შემთხვევაში კი უშუალოდ დაკავების კანონიერებას განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო. ნახოთ, რა გაწყობლებას მიიღებს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. ჩვენ აუცილებლად მოგაწვდეთ სიახლეებს, ეხლა უკვე იწყება სხდომა, ჩვენ შეზღუდული გვაქვს უფლება რომ გადავიღოთ ან ვიდეო ან ფოტომასალა პროცესზე, მაგრამ აუცილებლად მოგიყვებით იმის შესახებ თუ რა გაწყობლებას მიიღავს მოსამართლე. ახალგაზრდა დროებით დაგემშვიდობებით, ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.